მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში თანაგრძნობას უცხადებ ამ ადამიანს. ერთია გლობალური სურათი და მეორეა კონკრეტული ადამიანი, რაც გადის ამ მომენტში. ნამდვილად. ჩემი პრაქტიკის განმავლობაში და ნამდვილად არ ვლაპარაკობ 1 და 2 წელზე, არერთი შემთხვევა ყოფილა, მათ შორის თქვენ გაიხსენეთ გელახასაია შემთხვევა, ჩვენ მოგვისმენია პოლიციის მხრიდან ძალადობაზე არაერთი განცხადება, მოგვისმენია დახურულ შენობებში, პოლიციის სარდაფებში, პოლიციის ავტომობილებში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მაგალითი სახელობითად შეგვიძლია გავიხსენოთ, მათ შორის ვიადრატიანის შემთხვევა, შეგვიძლია გავიხსენოთ სხვა ადამიანები, ეს არ ახალია. იყოს არასრულწლოვანი, თუ გახსოვთ, რომელმაც შემთხვევით გადაიღო ასევე კადრები. მე უფრო შორს წავარდა პოლიციის განყოფილებაში გამოძიებლის ბრალეულობით, სიცოცხლე დასრულებული არასრულწლოვანიც გვინდა ხავს ამ ქვეყანაში და ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. რაც შეეხება 633 მოხდა რამდენად არის ეს ადეკვატური შეფასება იმისა, რასაც ჩვენ ვხედავთ ეკრანებზე. არა, ნამდვილად არ არის, გაცილებით მეტია, ვიდრე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. თუმცა სამართლებრივი შეფასება შეიძლება შეიცვალოს სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა გარემოებების გამო მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტური იქნება გამოძიება. რა შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი განვლილი გამოცდილებიდან სამართალდამცავების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ეფექტურობაზე. რეალობა არის შემდეგი. მხოლოდ 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით დაზარალებული სტატუსი აქვს მინიჭებული 177 მოქალაქეს. 177 მოქალაქის შემთხვევაში 5 ადამიანია დაკავებული, რომელთაიდანაც 2 ადამიანი იმთავითვე იხდიდა სასჯელს 2 პოლიციელზე მაქვს საუბარი, ხოლო დარჩენილი აღმოჩნდა, რომ გარკვეულწილად გარიდებულია მის პირველად დასაქმების ადგილს. ანუ საუბარია, რომ ეს ადამიანები, ეს ეგრეთ წოდებული 5 დაკავებული, რომელიც რეაქცია შემოგვას, არის ერთი იყო უკვე დაცვის პოლიციაში, თუ არ ვცდები, ერთი საერთოდ წასული იყო პოლიციის სისტემისგან და ასე შემდეგ. ჩვენ მაშინაც გავაკეთეთ ღია კომენტარი, რომ ეს არ იყო ადეკვატური პასუხი იმ მოცულობის და იმ მასშტაბის ძალადობაზე, რასაც ხედავდით იმ დღეების განმავლობაში და გავაკეთეთ ჩვენთვის სამწუხარო პროგნოზები, რომ ეს გადაინაცვლებდა ქუჩებში. ამ დროის განმავლობაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის იზოლირებული შემთხვევა, რომლის ვიდეო მასალასაც უყურებთ, თორემ ისიქეთ განცხადებების ძალიან დიდი პროცენტი, რაც მოусმენიათ მოსამართლეებს, პროკურორებს, მოусმენია იქამდე სანამ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არსებობდა იმ უწყების დასაქმებულებს და დღეის მდგომარეობით გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ასევე პროკურატურის საგამოძიებო სპეციალური დეპარტამენტის. იმ განცხადებების ძალიან დიდი პროცენტი არის სიმართლე. და ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის მარტივი მოცემულობა, რომ ამ დროის განმავლობაში, რასაც აკეთებდა კონკრეტული ხელისუფლება აქციების კონტექსტში და მის გარეთ იყო მოძალადეების გაძლიერება იმისთვის, რომ ისინი გრძელვადიან პერსპექტივაში გამოყენებული ყოფილიყვნენ ინსტრუმენტულად პოლიტიკური და არა კანონისმიერი მიზნებისთვის. თავად ანუ ამიტომ ბოდიში რომ გაწყვეტინა, ალბათ ეგეც უნდა ავუხსნათ მაყურებელს, რომ აი ეს რაღაც ფასადური გამოძიებები, რაც ხშირად გვინახავს, მიზეს არათუ ვერ აღმოფხრის, არ იზამენ ამას, იმიტომ რომ ამაზე დგას ეს ძალაუფლება და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება ალბათ ყველაზე მკაფიო მაგალითი არის ამისი, იმიტომ რომ ეს სამსახური პრინციპში ითვალისწინებდა სწორედ ასეთ საპოლიციო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც აი ხო შეიძლება და ფასადურად მაინც დაეტოვებინათ, მაგრამ ესეც კი არ გააკეთეს. თქვენ აბსოლუტურად 1000%-იანი სიზუსტით გააკეთეთ აქცენტი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი ძალადობს მათ შორის ამ ვიდეოში, აქ საუბარია, რომ ათეულობით ადამიანი ესწრება და ამას იღებს ისე როგორც მოცემულობას. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემურ ძალადობაზე, დაუსჯელობაზე, გამოძიება ნებისმიერი ადამიანის ესე ვთქვათ, სამართალდამღვრევი იქნება ეს პოლიციელი თუ არა პოლიციელი, თუ აქვს განცდა, რომ მიმდინარეობს გამოძიება, სადაც შეიძლება მისი ჩადენილი დანაშაული გამოვლინდეს, მას უნდა კონდეს გაცილებით მეტი ბოჭავი გარემოება, ესე ვთქვათ, შიში, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ როცა ქართული ოცნება აჩვენებს მოძალადეებს, რომ ის იწყებს გამოძიებას არა
შედეგის მისაღებად, არამედ სტატისტიკის საწარმოებლად, რომ თუ მოხდა შემთხვევა დავიწყე გამოძიება, ეს არის უდიდესი სტიმული მოძალადისთვის იყოს მოძალადე, ისევ როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე მის გარეთ. რეალურად ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, თუ ძალადობს 2-3 ადამიანი და 10 ამას იღებს მოცემულობად, ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებისთვის ძალადობა არის ყოველდღიური საყოფაცხოვრებო რეალობა, რომელთაც ცხოვრობენ. ეს ძალადობა, რასაც თქვენ ეკრანებს ხედავთ, ემუქრება არა მარტო აქციის მონაწილეებს, იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონთ მაგალითად ქართული ოცნება, არამედ პირველ რიგში ემუქრებათ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე დიდ დროს ატარებს ამ ხალხთან. ესენი არიან მათი მეუღლეები, მათი შვილები და მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. მათი კარის მეზობლები არიან პირველ რიგში საფრთხის ქვეშ, ვისაც ყოველდღიურად უწევთ ამ ადამიანებთან ურთიერთობა. მარტივი მიზეზით ამ ადამიანებს აქვთ დაუსჯელობის განცდა გენერალური და არა ის, რომ შესაძლებელია კონკრეტული მითითებით იძალოდონ ვინმეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალადობის სტიმულირება და მით უმეტეს საპოლიციო ძალადობის სტიმულირება ეს არის აშვებული მონსტრი, რომელსაც ვერანაირ მიმართულებას ვეღარ მისცემენ. ამას ვეღარ გააკეთებს მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლება. იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ფანტასტიურად იციან, რომ არა კადრები, რომ არა ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი გადაიღო, მათ ეს შერჩებოდათ და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ვხედავდეთ უпроსტოდ თვითონ აღიქვამდნენ ამას, როგორც პრემიის, დაწინაურების ან რაიმე პრემიის ვიღების საფუძვლად.